წინა წელს საქართველოში გარდაიცვალა 5716 ადამიანის სიმსივნით. თუ რის გამო არის ასეთი მაღალი სიჩქარის სიმსივნებისა, ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სწორედ ამ ვიდეოში დაჩვენები ფაქტიც. იმის გამო რომ ხილი გაიყიდოს უფრო ადვილად, სწორედ ამიტომ ავატებენ ხოლმე ზედ აი ამ ორგანულ ნივთიერებებს, რომლებიც ჩვენი სხეულისთვის უკიდურესად ტოქსიკურია. არ ფიქრობთ, რომ მას ესე გარეცხავთ და მარტივად მოშორდება ეს ნივთიერებები წყალში არ იხსნება და როცა თქვენ მას მიირთმევთ, ისინი თქვენ სხეულს დღის ბოლოს ამ მეორე დღეს საღამოს ადატოვებენ. ისინი თქვენ სხეულში დარჩება თვეების, ზოგჯერ წლების განმავლობაშიც კი და მთელი ამ დროის განმავლობაში მკვეთრად გაზრდიან სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის სიმსივნეების რისკსაც. ასე რომ ფრთხილად იყავით და მოერიდეთ მსგავს პროდუქტებს. რას მოესარი? ეს არის ტექნოლოგია. ხეზე ვერ ასრებ დამწიფებას, ბაზარს რაოდენობა სჭირდება, რაოდენობა და კაცმა მკვახე დაკრიფა. და როგორ ამწიფებს? ალაქელებ მეტი არ უნდათ.